დღეს მინდა მოგითხროთ, რატომ არის სასარგებლო გოგრა და გოგრის თესლი. თან ბოლოს გამოყენების რამდენიმე რჩევაც შემოგთავაზოთ. დავიწყოთ იმით, რომ გოგრა ჩვეულებრივ აღიქმება როგორც ბოსტნეული, თუმცა მეცნიერულად ის თესლის შემცველობის გამო კლასიფიცირდება როგორც ხილი. მიუხედავად ამისა, მისი კვების პროფილი უფრო მჭიდროდ ემთხვევა ბოსტნეულს, ვიდრე ხილს. მის სასიამოვნო გემოს მიღმა, გოგრა ჯანმრთელობის მრავალ სარგებელთან ასოცირდება. ის უამრავ საკვებ ნივთიერებას შეიცავს, მაგრამ განსაკუთრებით მდიდარია A ვიტამინით. 1 ჩიქა ანუ 245 გრამი მოხარშული გოგრა შეიცავს 49 კილოკალორიას, 0,2 გრამ ცხიმს, 2 გრამ ცილას, 12 გრამ ნახშირწყლებს, 3 გრამ ბოჭკოს, დღიური მიღების რეკომენდირებული დოზის 245% ვიტამინ A-ს, 19% ვიტამინ C-ს, 16% კალიუმს, 11% სპილენძს, 11% მანგანუმს, 11% ვიტამინ B2-ს, 10% ვიტამინ E-ს, 8% რკინას. ასევე შეიცავს მცირე რაოდენობით მაგნიუმს, ფოსფორს, თუთიას, ფოლადს და B ჯგუფის სხვადასხვა ვიტამინებს. გარდა იმისა, რომ მდიდარია ვიტამინებით და მინერალებით, გოგრა დაბალკალორიულია, რადგან მისი შემადგენლობის 94% წყალია. გარდა ამისა, იგი შეიცავს მნიშვნელოვანი რაოდენობით ბეტა-კაროტინს, კაროტინოიდს, რომელიც ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება. გოგრის შემადგენლობაში ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის წყალობით მისმა ხშირად მირთმევამ შესაძლოა ქრონიკული დაავადებების რისკი შეამციროს. ცოტამ თუ იცის, რომ ორგანიზმის მეტაბოლური პროცესების დროს წარმოქმნილი თავისუფალი რადიკალები სასარგებლო როლსაც ასრულებენ, როგორიცაა მავნე ბაქტერიების წინააღმდეგ ბრძოლა, თუმცა მათი სიჭარბე იწვევს ჟანგვით სტრესს, რომელიც დაკავშირებულია ქრონიკულ დაავადებებთან, როგორიცაა გულის დაავადებები და კიბო. გოგრა შეიცავს ანტიოქსიდანტებს, როგორიცაა ალფა-კაროტინი, ბეტა-კაროტინი და ბეტა-კრიპტოქსანტინი, რომლებსაც თავისუფალი რადიკალების განეიტრალება და უჯრედების დაზიანებისგან დაცვა შეუძლიათ. ჩატარებული კვლევები მიუთითებს, რომ ეს ანტიოქსიდანტები კანსმზის დაზიანებისგან იცავს, ამცირებს კიბოს, თვალის დაავადებების და სხვა პრობლემების წარმოშობის რისკს. გოგრა ასევე სავსეა ვიტამინებით და ნუტრიენტებით, რომლებიც აძლიერებენ იმუნურ სისტემას. მაგალითად, ბეტა-კაროტინის მაღალი შემცველობის წყალობით, რომელიც ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება, გოგრის ხშირი მირთმევა აძლიერებს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს ინფექციებისადმი მდგრადობას. გარდა ამისა, გოგრა შეიცავს უამრავ C ვიტამინს, რომელიც სისხლის თეთრი უჯრედების წარმოქმნას და იმუნური უჯრედების ფუნქციას აძლიერებს და ჭრილობის შეხორცების აჩქარებს. ამ ორი ვიტამინის გარდა გოგრა E ვიტამინის, რკინისა და ფოლატის კარგ წყაროს წარმოადგენს, რაც იმუნური სისტემის გაძლიერებას უწყობს ხელს. გოგრაში შემავალი ვიტამინი A, ლუტეინი და ზეაქსანტინი იცავს თქვენს მხედველობას. ასაკთან დაკავშირებული მხედველობის დაქვეითება ხშირია, მაგრამ სწორი საკვები ნივთიერებების მიღებამ შეიძლება მხედველობის დაკარგვის რისკი შეამციროს. გოგრა უხვად გთავაზობთ საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც კარგი მხედველობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. გოგრის ბეტა-კაროტინის შემცველობა უზრუნველყოფს ორგანიზმისთვის აუცილებელ A ვიტამინს, რომელიც მნიშვნელოვანია თვალის ჯანმრთელობისთვის. კვლევები მიუთითებს, რომ A ვიტამინის დეფიციტი დაბრმავების გავრცელებული მიზეზია. 22 კვლევის მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ ბეტა-კაროტინის მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს კატარაქტის სიბრმავის მთავარი მიზეზის რისკს. უფრო მეტიც, გოგრა არის ლუტეინისა და ზეაქსანტინის მთავარი წყარო, რომელიც ორგანიზმის დაბერებით გამოწვეულ მაკულარული დეგენერაციასა და კატარაქტის დაბალ რისკებთან არის დაკავშირებული. C და E ვიტამინების შემცველობა კი კიდევ უფრო აძლიერებს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას, რაც თავისთავად თავისუფალი რადიკალების მიერ თვალის უჯრედების დაზიანებას უშლის ხელს. გოგრა თავისი დაბალკალორიულობიდან გამომდინარე შესანიშნავი პროდუქტია მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სურს. გარდა იმისა, რომ როგორც ზემოთ მოგახსენეთ, თითო ჩიქა მოხარშულ გოგრაზე მხოლოდ 50 კალორიაზე ნაკლები მოდის და შედგება 94% წყლისგან, გოგრა ასევე საკვები ბოჭკოების დიდი შემცველობით გამოირჩევა, რაც თავის მხრივ მადის კონტროლს უწყობს ხელს. ამ ხილს თავისი ანტიოქსიდანტური შემცველობით კიბოს რისკიც შეუძლია შეამციროს. კიბო, რომელიც უჯრედების არანორმალური ზრდით ხასიათდება. გოგრაში შემავალი კაროტინოიდები მოქმედებენ როგორც ანტიოქსიდანტები, რომლებსაც შეუძლიათ გაანეიტრალონ თავისუფალი რადიკალები და ამგვარად პოტენციურად დაიცვან ორგანიზმი კიბოს გარკვეული სახეობებისაგან. 13 კვლევის ანალიზმა აჩვენა, რომ ალფა-კაროტინისა და ბეტა-კაროტინის რეგულარული მიღება კუჭის კიბოს მნიშვნელოვნად დაბალ რისკებთან ასოცირდება. მრავალი ადამიანის კვლევა ასევე მიუთითებს კაროტინოიდების მოხმარების გაზრდით ყელის, პანკრეასის, კერდის და სხვა კიბოს წარმოქმნის რისკის შემცირებაზე.
გოგრა შეიცავს საკვებ ნივთიერებებს, რომლებიც სასარგებლოა გულის ჯანმრთელობისთვის. კალიუმით, C ვიტამინით და ბოჭკოებით მდიდარი გოგრა გულის ჯანმრთელობასთანაც ასოცირდება. კვლევები მიუთითებს, რომ კალიუმის მაღალი მიღება არტერიული წნევის დაქვეითებასა და ინსულტის რისკის შემცირებასთან პირდაპირ ბმაშია. ეს ორივე ფაქტორი დიდ გავლენას ახდენს გულის დაავადებაზე. გოგრა ასევე შეიცავს ნაერთებს, რომლებიც ხელს უწყობენ კანის ჯანმრთელობას. ის უხვად შეიცავს კაროტინოიდებს, როგორიცაა ბეტა-კაროტინი, რომელიც A ვიტამინად გარდაიქმნება. ამ გზით გოგრა გთავაზობთ ბუნებრივ მზისგან დამცავ თვისებებს. გოგრის მირთმევის შემდეგ მისი კაროტინოიდები სხვადასხვა ორგანოებში ნაწილდება, მათ შორის კანში, სადაც ისინი მას ულტრაიისფერი სხივების და ზიანებისგან იცავენ. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ გოგრაში შემავალი C ვიტამინი აუცილებელია კოლაგენის წარმოებისთვის, რაც ხელს უწყობს ძლიერ და ჯანსაღ კანს. გარდა ამისა, გოგრა შეიცავს ლუტეინს, ზეაქსანთინს, ვიტამინ E-ს და სხვადასხვა ანტიოქსიდანტებს, რომლებიც კანის ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვას უზრუნველყოფენ. გარდა რბილობისა, შესანიშნავი საშუალებაა გოგრის თესლი, რომელზეც ცალკე მოგახსენებთ, ამჯერად კი მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ ის შესანიშნავი საშუალებაა ქალისა და ასევე მამაკაცის რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის, ის იცავს პროსტატის კიბოსგან და გააჩნია უამრავი სხვა სარგებელი. გარდა ამისა, მისგან მიიღება გოგრის თესლის ზეთი, რომელსაც ასევე პეპიტას ზეთს უწოდებენ და არა მარტო სამზარეულოში გამოიყენება, არამედ დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც საკვებ დანამატს. ითვლება, რომ ის ამცირებს ქოლესტერინს, ამსუბუქებს გადიდებული პროსტატის სიმპტომებს და აფერხებს თმის წვენას. თუმცა გოგრის თესლზე, ისევე როგორც მის ზეთზე ცალკე მოგითხრობთ მომდევნო ვიდეოში. ეხლა კი დაუბრუნდეთ გოგრის რბილობს. მიუხედავად იმისა, რომ გოგრა ზოგადად ჯანმრთელი და უსაფრთხოა ადამიანების უმეტესობისთვის, ზოგიერთ შეიძლება მასზე ალერგია ჰქონდეს. ის ასევე ნას შარდმდენ საშუალებად ითვლება, რაც პოტენციურად წყლის აბების ეფექტს იწვევს და შარდის გზით წყლისა და მარილის გამოდევნას ზრდის. ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას იმ პირებს, რომლებიც იღებენ სპეციფიკურ მედიკამენტებს, როგორიცაა მაგალითად ლითიუმი, რადგან შარდმდენებს შეუძლიათ მისი გამოდევნის პროცესში ჩაერიონ, რაც მძიმე გვერდით ეფექტებს გამოიწვევს. ეხლა კი გოგრის ჯანმრთელობის კონკრეტული მდგომარეობების დროს გამოყენების რამდენიმე რჩევა მინდა გაგიზიაროთ. მაგალითად, ხშირი შარდვის და ასევე შარდის შეუკავებლობის დროს გოგრის თესლები ეფექტური საშუალებაა, განსაკუთრებით მამაკაცებისთვის, თუმცა არა მარტო მათთვის. მამაკაცების შემთხვევაში შარდის შეუკავებლობის მიზეზი მეტწილად პროსტატას გადიდებაა. გოგრის თესლში შემავალი ნივთიერებები კი ხელს უშლიან პროსტატის გადიდებას და ამსუბუქებენ უკვე გადიდებული პროსტატის სიმპტომებს. გოგრის თესლის მიღება ქალებისთვისაც სასარგებლოა, რადგან ის აძლიერებს შარდის ბუშტსა და მენჯის კუნთებს, რითაც სტრესული შარდის შეუკავებლობის სიმპტომებს ამცირებს. მიიღეთ ყოველდღიურად 1-2 სუფრის კოვზი გოგრის თესლი მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად. უძილობა, დეპრესია ან შფოთვები თუ დაგჩემდათ, აქაც გოგრის თესლი გაიხსენეთ. გოგრის თესლის ძილის წინ მირთმევა აუმჯობესებს ძილს, რადგან თესლში არსებული ტრიპტოფანი ხელს უწყობს მელატონინისა და სეროტონინის წარმოებას, რომლებიც კარგ ძილსა და განწყობის რეგულირებაზე ზრუნავენ. გარდა იმისა, რომ გოგრის თესლი შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომებსაც ამცირებს, ის ასევე სასარგებლოა გულის ჯანმრთელობისთვის, რადგან ჯანსაღ ცხიმებს, ანტიოქსიდანტებსა და ბოჭკოებს შეიცავს, რაც ნორმალური წნევისა და ქოლესტერინის დონის შენარჩუნებას ეხმარება. თესლში შემავალი თუთია კი აძლიერებს იმუნურ ფუნქციას, უჯრედების ზრდას და ორგანიზმში მიმდინარე ანთებებზე სწორ რეაქციას უზრუნველყოფს. არ შეიძლება გოგრის თესლში შემავალი ელთიანინიც არ ვახსენოთ. ეს არის ამინომჟავა, რომელსაც ტვინის დამამშვიდებელი ეფექტი აქვს და თუ ღამე აკვიატებული ფიქრები არ გაწინებთ, დაგეხმარებათ. ფარისებრი ჯირკვლის დაქვეითებული ფუნქცია, ანუ ჰიპოთირეოზი თუ გაქვთ, იოდის მიღება გჭირდებათ და ეს კიდევ ერთი მიზეზია, თუ რატომ უნდა შეიტანოთ გოგრის თესლი თქვენს რაციონში. გარდა ამისა, მიირთვით გოგრის თესლი მაგნიუმისა და თუთიის დანაკლისის შესავსებად. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.